30-მდე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტს გააცნეს. მათ შორის იყო მთავარის რეპორტიორი რუსუდან აბაშიძე და ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს კონკრეტულად რაში დაიხარჯება 3.400.000 ლარი მერიის ბიუჯეტიდან. რუსუდან, საღამო მშვიდობისა, შენ უკვე გაიცანი პროგრამას და ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ 256 უცხოელი არტისტი ეწვევა ბათუმს. ვინ არიან მათ შორის? მოგესალმებით ნინო, ოკეან ილზი უკრაინული ჯგუფი ორჩეება, ასევე Snoop Dogg, პოტაპინას, ეს არის ყველაზე ცნობილი სახელები, რომლებსაც საზაფხულო მუსიკალური პროექტის პროგრამაში ამოიკითხავთ. აქვეა ქართველი ლიანა ისაკაძე, თავის ცნობილი ღამის სერენადებით და პოპულარული ვირტუოზებით, ელისო ბოლქვაძის კლასიკური მუსიკის, საღამო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, ჯაზ ფესტივალი, ერთი სიტყვით ორგანიზატორებმა პროექტ ჰიტ ბათუმი 2015-ის ფარგლებში უпростоრად ერთი ქოლგის ქვეშ, როგორც თავად ამბობენ, გაერთიანეს ის პროექტები, რომლებსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უჭერს მხარს და ის პროექტები, რომლებიც ბათუმის მერიის დაფინანსებით განხორციელდება. ორგანიზატორები პასუხისმგებლობას ფესტივალის ფარგლებში 2000 მონაწილის, აქედან 256 უცხოელი სტუმრის ჩამოყვანაზე იღებენ პასუხისმგებლობას. მუსიკალური პროექტის შინაარსობრივ და ფინანსურ მხარეებზე დეტალურად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ის რაც ბათუმში დღეიდან 2 თვის განმავლობაში ყოველდღე მოხდება. დღეს კოლონადებიდან დაიწყო. მუსიკალურ-კულტურული პროგრამა ჰიტ ბათუმი 2015 ფოლკლორით გაიხსნა. საკონცერტო სეზონზე ქალაქის სტუმრები და ბათუმელები მომდევნო 1 კვირის განმავლობაში 40 ქორეოგრაფიული ჯგუფის შემოქმედებას გაეცნობიან. ადგილობრივი ანსამბლები, ადგილობრივი ახლომახლო რაიონებიდან, მუნიციპალიტეტებიდან ჩამოდიან. თბილისიდან ვინ ჩამოდის, მხოლოდ და მხოლოდ უნაზღაურდებათ ტრანსპორტირების ხარჯი და დარჩენის ხარჯი. აქ განსაკუთრებულად ჰონორარი და განსაკუთრებული პირობები წელს არავის არ შეგვითავაზებია. ფოლკის გარდა ორგანიზატორებმა ღონისძიებები ელექტრონული მუსიკის, კლასიკისა და ჯაზის მოყვარულებისთვისაც მოამზადეს დაგეგმილია საბავშვო და ქუჩის თეატრის წარმოდგენებიც. მოვიცავთ ყველა თაობის და ყველა გემოვნების ადამიანს. ჰიტ ბათუმი 2015 ეს არის ბათუმის საზაფხულო სეზონის პროექტი, რომელიც ამ ქოლგის ქვეშ აერთიანებს 2 თვის განმავლობაში მიმდინარე აქტივობებს და ღონისძიებებს, რომელიც აჭარაში იგეგმება. ორგანიზატორები ბათუმელებს და ტურისტებს ბევრი ცნობილი მუსიკოსის მოწვევას პირდებიან. საუბარია 256 უცხოელ შემსრულებელზე, მათ შორის არიან სანრემოს ვარსკვლავებიც. მათ ჩამოყვანაზე პასუხისმგებელი სიპიკ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდია, რომელსაც ბიუჯეტის ყველაზე მეტი წილი 1.86 მილიონ ლარი გამოეყო. 1.100 და გათვალისწინებული უცხოელებისთვის, დანარჩენი გათვალისწინებულია ტექნიკური და ქართველი მომღერლებისთვის და აქაური ლოკაციისთვის. ხელშეკრულებები თითქმის ყველასთან დადებულია და 99% საქმის გაკეთებულია. უბრალოდ პრაქტიკიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ უცხოელი მუსიკოსები რაღაც პრობლემა შეექმნეს, ეგ არის სულ რაღაც 1%. პროგრამით გათვალისწინებული 200 ღონისძიების ჩატარებაზე სულ 5 კომპანია იზრუნებს. მათთან მერიის კულტურის ცენტრმა ხელშეკრულება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით გამარტივებული წესით გააფორმა. მერიამ საზაფხულო ფესტივალები ბიუჯეტიდან სულ 3.400.000 ლარით დააფინანსა. ეს არის გამოთავისუფლებული თანხები, რომელიც ჩვენ ქონების გადასახადის სახით მივიღეთ, დამატებით თანხები, რომელიც არც ერთ პროექტს არ აკდება. ეს არის თავისუფალი თანხა. ეს არის პირველი მცდელობა, რომ მთელი პერიოდი, თქვათ, ის დატვირთვა, რასაც ჩვენ თვლით მიზანშეწონილად, რომ ზაფხულის პერიოდში მიზიდველი იყოს ჩვენი სტუმრებისათვის, ჩვენთვის პირველ რიგში ბათუმელებისათვის და ჩვენი სტუმრებისათვის, გავახანგრძლივოთ. მიუხედავად იმისა, რომ თანხის გამოყოფაც და ღონისძიებების დაგეგმვაც უშუალოდ ზაფხულის სეზონის დაწყების წინ მოხდა, ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ის შეასრულებს მთავარ დანიშნულებას. ერთის მხრივ მოიზიდოს ტურისტები, მეორეს მხრივ კი გაზარდოს ქვეყნის ზოგადობა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ღონისძიებები პიკში შევა, ესე ვთქვათ, ივლისის ბოლოსკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმ სარეკლამო PR კამპანიებს, რომელსაც ვიწყებთ დღევანდელ დღეს, უკვე შედეგი ექნება ზუსტად იმ დროისთვის, როცა პიკში შევა ეს პროგრამები. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს
დაგეგმარება სწორი იყო. ბათუმის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი, ლიანა ისაკაძის ღამის სერენადები და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, თუმცა ორგანიზატორებმა ეს ღონისძიებები ერთი სახელწოდების და ერთი ლოგოტიპის ქვეშ გააერთიანეს, ასე რომ დღეიდან 2 თვის განმავლობაში თუ კოლონადებს საზაფხულო თეატრს და ბათუმის პიაცას ეწვევით, კარგად გაერთობით და დარწმუნდებით პროგრამის მთავარი სლოგანის სიმართლეში, რომ აქ ყოველდღე რაღაც ხდება. ის თუ რამდენად გაამართლებს ორგანიზატორების მოლოდინი და რეალურად შეძლებს თუ არა ეს პროექტი ტურისტული სეზონის სტიმულირებას რეგიონში, ბევრწილად დამოკიდებულია საინფორმაციო PR კამპანიაზე. ამ შემთხვევაში მერიამ კერძო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და კომპანია ჯეპრამ საინფორმაციო აქტივობების ფარგლებში დღეს მოაწყო ჰიტ ბათუმი 2015-ის პრეზენტაცია სასტუმრო ჰილტონში, სადაც მოიწვია ჟურნალისტები, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ჟურნალისტები, დაახლოებით 30 მედია საშუალების წარმომადგენელი იყო აქ თავმოყრილი. ისინი ყოველდღიურად ყველა ივენტს, ყველა კონცერტს 2 თვის განმავლობაში, როგორც ქართულ, ისე უცხოურ არხებზე გააშუქებენ. რუსუდან, შენ პირადად რა ტიპის მუსიკას ირჩევ? მე კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემელი ვარ და ველოდები ლიანა ისაკაძის სერენადებს, ელისო ბოლქვაძის კლასიკური მუსიკის საღამოს, ჯაზ ფესტივალის შემსრულებლებსაც.